გამარჯობა ჩემო ჯანმრთელო და კულტურულო ხალხო. პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს მინდა შევეხო რა და ეხლა როგორ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ვერ ვიგინები რა ერთი გავში მიზის უკან და თან კიდე ჯარიმები არის არ ვიცი რა ვქნა და იქნება სპონსორი ვიშოვოთ და კარგად გამოვთქვათ ხოლმე ჩვენი აზრი რა. მოდით სერიოზულად გეტყვით. აი მაგალითად ჩემი რელიგიურობის ამბავი ალბათ იცით ეხლა სხვასთან შედარებით არა ვარ ისეთი რელიგიური როგორც ამათ მიაჩნიათ და მაგრამ ეხლა ნახეთ არსებობს ეტიკეტი, არსებობს ადათ-წესები, არსებობს კულტურა. პატრიარქი გიზის ტრიბუნაზე, ხო, საპატიო სტუმარი პარლამენტში. რა ვიცი ხალხო, აი რა თქვა რა. ყველაფერს ხო აქ რა თავისი სხვა არის. კიდაც ეს პოზიცია, ოპოზიცია, გასაგებია, პროვოკაციები იყო ბევრი. იკადრეს უკადრებელი თქვათ, ამათმაც, იმათმაც. გავიგე. გაიყვანე ბიძიკო, ერთ-ერთზე და ცემე. ახლა ძილობა იქონია მაგდენი ხალხის რჩეულები ხარ, ესენიც ისენიც. გაიგე და ბოლო-ბოლო გაიყვანე გარეთ და კადრს მიღმა ცემე. ორ კაცს რო 500 კაცი დაესიეთ, რა ვიცი რა, კი, საცემია ვთქვათ. ალბათ, რავი, როგორც არის. საცემი გასაგებია და რავი, რა გითხრათ, რა მე შემწყვა რა. იმ პროვოკატორების მაგივრათაც მე შემწყვა და ამათ მაგივრათაც შემწყვა რა. ჩემი ხალხია, ჩემი ქვეყანა, ხო? რა ვიცი, მაგრა გამიტყვა. სიცხვია. სხვა რა გითხრათ ეხლა როგორც გადაცემის წამყვანმა შევაფასებ სპორტულად რა ეხლა გენო პეტრიაშვილს არც ერთი ფეხში შესვლა არ გაუკეთებია, არც ერთი. არც ფეხში შესვლა, არც კისრული, არაფერი რა. მარტო რაღაცა დაჩეჩქვა ესე უშნოდ არ მომეწონა. იგივე ჩვენი ეს ლაშა ტალახაძე არც ერთი ატაცია, არც ერთი აკვრა, არაფერი, არა, აწიე რა ვინმე რა, აწიე რა, ესე ნინი და რაღაც ეს მიჩეჩქვა უშნოდ ბიჭო. ხო ხედავ რომ მუშტიკრივი არ არის შენი საქმე რა და წადი რა კანონები წერე რა.